ანა ტრაპაიძე, ფიზიკოსი, დიღმის ჭალების მცველი. დიღმის ჭალების მცველი 2020 წლის გაზაფხულიდან ვარ. სრულიად შემთხვევით გავხდი აქტივისტი, როდესაც შევესწარი ჭალის ტყის განადგურებას და ვეღარ დავხუჭა თვალი. დიღმის ჭალები არის თბილისის ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყე, ულამაზესი ადგილი ტბორებით, ტყეებით, ულამაზესი ტყის ბინადრებით, რომელიც არის განადგურების პირას. ძალიან პატარა ფრაგმენტი შემოგჩა ამ ტყის და სამწუხაროდ სამშენებლო ბუმი ამის განადგურებასაც ემუქრება. თავარი რაც მამოძრავებს არის ის, რომ მე ვერ გავხდები გულგრილი და ვერ დავხუჭავ თვალს. ამიტომ ჩემს სინდისთან ყოფნა ჰარმონიაში, რომ მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გქონდეს, მაძლევს ძალას და იმედს. და მგონია, რომ სხვებმაც თუ მსგავსად არ დახუჭეს თვალი და მათაც იმოქმედეს, ერთად შევძლებთ ცვლილებას. არის დღეები, როდესაც უბრალოდ ადგომა არ გინდა საწოლიდან, გინდა იტირო, არავის არ დაელაპარაკო და იძახი რა აზრი აქვს, მე არაფერი არ შემიძლია და მახსოვს ერთხელ ძალიან გაბრაზებული მანქანაში ვიძახი არაფერი არ შეგიძლია და ჩემი შვილი მეუბნება დედა, მე ვიცი რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ნამდვილად შეგიძლია მაჭამო საჭმელი. და მე აი ესეთი რაღაცეები ზრუნვა ჩემ ოჯახის წევრებზე, ან ჩემი ოჯახის წევრები, როცა ჩემზე ზრუნავენ, არის საბოლოო ჯამში, რაც აღმადგენინებს ხოლმე ენერგიას.